გასთანაც სწორედ იმ ადგილას, საიდანაც პატიმრებზე არაადამიანური მოპყრობის კადრები გავრცელდა. ციხესთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები იყვნენ მისულები. ისინი მინისტრების ხათუნა კალმახელიძეს და ბაჩუ ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდნენ. პირველი მოთხოვნა არის გადადგეს ხათუნა კალმახელიძე და მეორე მოთხოვნა არის დაიწყოს საქმის წარმოება მის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სანამ ეს ქალი არის მინისტრი, მოხდა ყველა უბედურება, რაც კი შეიძლება ქართულმა წარმოიდგინოს, ქართულმა დედამ დაუშვას და დღეს ქართულმა დედამ იმაზე მეტი დაუშვა რეალურად, რაც უნდა საერთოდ ყველაზე ცუდ ფანტაზიებში წარმოედგინა. ამიტომ ეს არის უვადო შიმშილობა. მე ამის არ მეშინია, მეს გზა განვლილი მაქვს და ამიტომ ვერც ამას პერფორმანსის ფორმას ვერ მივცემდი და ვერც ვერაფერს, უბრალოდ ვამბობ, შემომიერთდეს ყველა მშობელი. დარწმუნებული ვიყავი და ვიცოდი თუ რაოდენ ცუდ პირობებში ცხოვრობდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რა მდგომარეობა იყო ციხეებში და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზეა პატიმრების რაოდენობით და საპატიმროებში სიკვდილიანობით. აუცილებლად ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს სააკაშვილის ხელმძღვანელობით. იმიტომ ეს არ არის მარტო ციხის უფროსის ან ბადრაგის დანაშაული. ეს არის რეჟიმი, რომელიც შექმნა სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა მოძალადე ხელისუფლებამ და ამ ადამიანებმა. პასუხი უნდა აგონ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე და კანონის წინაშე. უნდა აგონ პასუხი აუცილებლად. ნორმალური და საღიაზრი შემორჩა ნაციონალურ მოძრაობას, ხათუნა კალმახელიძე უნდა გადადგეს. მან თავის სასჯელ ახსრულებით დეპარტამენტთან ერთად პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულზე კანონის მთელი სიმკაცრით. თუ ამას არ გააკეთებს, მომდევნო 10 დღეში ეს ხელისუფლება, ამას გავაკეთებთ ჩვენ. ხელისუფლების ცვლილებისთან არა, მკაცრად დაისჯება სასჯელ ახსრულების ყოფილი და ამჟამინდელი ყველა თანამშრომელი, ვისაც ერთხელ მაინც ხელი აღუმართავს პატიმარზე. არც ერთი პატიმრის, არც ერთი ტკივილი, არც ერთი დაკვნესება და არც ერთი უღიმღამოდ გატარებული დღე რომელიმე საკანში ამ ხელისუფლებას არ შერჩება და ყველა დაისჯება მკაცრად. ეს ყველაფერი